სპეციალური საიტი არის ახლა რაც გახსნილი, მაგრამ სადაც არის აი უამრავი თული, უამრავი ხელსაწყო. დინა ხისრელი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელმაც ქართული მედია ჯგუფის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო კურსი გაიარა ხელოვნური ინტელექტისა და უსაფრთხოების შესახებ. ამბობს, რომ ამ დრომდე მხოლოდ ზოგადი ცოდნა ჰქონდა სემინარების გავლის შემდეგ კი დეტალურად შეისწავლეს, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რა ეთიკური სტანდარტებია აუცილებელი მის გამოყენებაში და როგორ შეიძლება AI-ის ინსტრუმენტების ეფექტურად ინტეგრირება ჟურნალისტურ საქმიანობაში. ტრენინგის განმავლობაში ჟურნალისტებმა არა მარტო თეორიული ცოდნა მიიღეთ, არამედ პრაქტიკულ ამოცანებზეც ვიმუშავეთ, ვისწავლეთ კონტენტის გენერაცია, ფაქტების გადამოწმება, მონაცემების ანალიზი და აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კონტაქტი AI ხელსაწყოების დახმარებით. კურსზე მიღებული ცოდნის გამოყენებას პროფესიული უნარების გაფართოებისთვის აქტიურად აპირებს მარიამ ვალიშვილიც, რომელიც სტუდენტია და ჟურნალისტიკის სპეციალობას ეუფლება. მარიამის თქმით, ბოლო დროს საქართველოში მიღებული შემზღუდავი კანონების და ცენზურის პირობებში ჟურნალისტისთვის ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს როგორც შესაძლებლობა, ისე სიფრთხილის საგანი. დღევანდელ რეალობაში ფაქტობრივად ვართ ცენზურის პირობებში. აქედან გამომდინარე, AI სფეროს განვითარებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟურნალისტიკაში მის ინტეგრაციას. ვინაიდან დღევანდელობაში უკვე წარმოუდგენელია ჟურნალისტიკის განვითარება და ზოგადად ჟურნალისტიკის არსებობა AI, ანუ ხელოვნური ინტელექტის სფეროს გამოყენების გარეშე. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გვეხმარება, რომ დავზოგოთ ჩვენი დრო, ენერგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერად მივაწოდოთ ინფორმაცია მაყურებელს. ტრენერის ოთარ კვირიკაშვილის თქმით, მიმდინარე კვირას კურსის მსმენელებთან ორი მიმართულებით იმუშავეს ხელოვნური ინტელექტის და კიბერუსაფრთხოების. დღეს ვიმუშავეთ ორი მიმართულებით, როგორც ხელოვნური ინტელექტის, ისე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენაერ ქვეყნებში ცენზურის პირობებში ადამიანებმა შეძლონ სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენება. ჩვენ არა ვართ ნორმალურ გარემოში, ჩვენ არა ვართ ნორმალურ პირობებში და განსაკუთრებული უნარები გვჭირდება იმისთვის, რომ ნავიგაცია შეუძლოთ ზოგადად ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროში. სწორედ ამას დაეთმო დღევანდელი დღე, სამუშაო პროცესი და ის ინტერაქცია, რაც ჰქონდა მონაწილეებთან და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები წარმოადგენენ როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას და მედიისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის სასწორად მნიშვნელოვანია ის ხელსაწყოები, ის ახალ გარემოსთან ადაპტაცია, რაც ხელოვნურ ინტელექტს მოაქვს და ფაქტიურად არაერთხელ ვახსენე და დღესაც ამას გავიმეორებ, რომ ერთ-ორ წელში ხელოვნური ინტელექტი ტალღასავით გადაუვლის მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აი ამ ყველაფრისთვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მედიის ციფრულ ტრანსფორმაციას და გაზარდოს ჟურნალისტების კონკურენტუნარიანობა ტექნოლოგიურად განვითარებად გარემოში.